ვიდან იცი? როგორ არ ვიცი, დედა ვარ და ვხვდები ესეთ რაღაცეებს. მე რატომ არ მითხარი? გითხარი. მე რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? უკვე 20 წლის არის, ან შეყვარებული ეყოლება, ან ბოიფრენდი, ხო? ბოიფრენდი არა, კვახი. რა დროს მაგის ბოიფრენდია? ყველას ყავს მაგის მეგობრებს. გაიზარდა ჩვენი გოგო და შეეგუა ახლა ამ ამბავს. პატარა რო იყო ჯობდა. ხო. ეგ დრო მეცმენატრება. ანა, ბატონო მოგაგელოდებათ. რამდენჯერ მოგიკითხათ? ვიცი ხო დამაგვიანდა, მაგრამ გავაფრთხილე ყველა. ვიცი, უბრალოდ იქნებ ახლავე შეხვდეთ, იმიტომ რომ აღელებულია. რა მოხდა? არ ვიცი, ჩემთვის არაფერი აი, მოთხოვს. მადლობა. გამარჯობა, შეიძლება ხო? მოდი შემოდი. შვიდება? ეჯიქ. მოხდა რამე? მაგარ შარში ვართ. რატო? რა ხდება? შენი კლიენტი აპირებს რომ გიჩიბოს. ვინ კლიენტი, რატო? ვერ ხვდები? და ასე. სულხერმის სულხარმასთან საბუთებზე ხელი რომ მოეწერა. კი მივედი. იმიტომ რომ მთელი ბანკი ააწრიალა და მომიწია რომ მისულიყავი მასთან სახლში და საერთოდ მე მქონდა თქვენთან ერთი წუთით ჭირდა მომთავრე, კარგი? მოდიში, დიახ, მოგაცრა. მოკლედ. ძალიან მეუხერხულება რა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ამბობს რომ შეგმა უნდა დაო. რაო? მე მინდოდა შეპმა? მე მინდოდა შეპმა? ასე ამბობს. ჯერ სახლი მოეწონა, მერე გინდა თუ არა გარიგება აღნიშნო და მოკლედ ძლივს მოიცილე თავიდან. ძალიან ნერვები მეშლება, ძალიან დიდი ბოდიში რა. არანაირი სახლი არ მომწონებია. როგორც კი მივედი, ეგრევე გამოიტანა შამპანიური რაღაც იმეებსო რა ვთქვია, ამ ყველაფერსო მე ესე აღნიშნავ ხოლმე, გამიხსნა ეს შამპანიური და რო არ ავწევი ამ ფლირტაობაში, ადგა და მოვიდა დამიწყო ჯაჯგური და მე დავდეკრა ხელი მკარი, არ უნდა მეკრა? დაახლოებით ეგრე არ ვივარა. არა, დაახლოებით არა, სუსტად. გასაგებია, მაგრამ კლიენტი და თანაც ჩვენთვის საკმაოდ მსხვილი კლიენტი სულ სხვა რამეს ამტკიცებს. და თქვენ გჯერათ ისი? არა, რა თქმა უნდა არ ვჯერა. გინდა არ გენდა თავის დაცვა მაინც მოგვიწევს. არა, და შენთან მოვდიოდი ზუსტად ამის გამო. არ მჯერა რა, ისეთი თავხედი რანაირად არის, აქეთ ჩემზე იზავა და ეხლა მე მიჩივის უკან, ხალხო რამე გააკეთეთ, გეხვეწებით რა. დამშვიდდი, ანა რამეს მოვიფიქრებთ. ჩემთვის თავარია რომ თქვენ გჯეროდეთ ჩემი. კარგი. მე მჯერე შენი. ძალიან დიდი მადლობა და უკაცრავად რომ რა ხდება საერთოდ? არაკაცი. რა შვებით, სად ხართ? ვიდო არ შეიძლება ძმაო, ფრენის წინ ამდენი რა. ალბათიში რა ესე რომ მოვედით უცებ, მაგრამ დაგოგვიანდება რა. არა, რა ბოდიში, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა მართლა. ის სად არის? ავია კატასტროფაზე კითხულობს რაღაცებს. საინტერესოა. ძალიან საინტერესო ლიტერატურა აირჩია საქორწინო მოგზაურობის წინ. პირველ ჯდება თვითმფრინავში და ძალიან ეშინია. ანუ და კატასტროფების ყურებით აპირებს რომ შიში დაძლიოს თუ რას აპირებს? ავია კატასტროფის მიზეზები აინდა. რა აღმოფხვრის გზები. აიო. არა, მართლა ძალიან ეშინია, რომ ცოდნო და ალბათ არც დავთანხმდებოდი. ცოლად გაყოლაწია რა. არა, პარიზ წასვლაზე. მოიცა შენ ხო არ გეშინია ფრენს? არა. ხო და
ზვია და ავტობუსით გავუშვა, ჩვენ გადაფრინდი რა. არ არის საჭირო. რაც იქნება, იქნება. აუ, კარგი ხარ, არაფერიც არ იქნება რა. ანდა რა უნდა იყოს ზვიად? დიდი მიწაზე დაენარცხო რა. თან ერთი წამის ამბავია ძმაო, ნერვიულობასაც ვერ მოვასწრებ. და ზღვაზე რო დავინარცხო, ხომ მოვასწრებ. არა. ზღვაზე არ ჩავარდებ, ზღვა შასი არა. რანაირად? მაგაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ო, თქვენი გზა არ გადის ზღვას, ძმაო რა. გადის. ნახე. რებზე ლაპარაკობ? კაი განები ამათ. ერთმანეთს ენა იციან უბრალოდ ხედავ როგორ დააწყნა რა უცებ. მომისმინე. პარიზამდე რამდენია ფრენა? 4 საათი. 4 საათი ხო? ნუ სადღაც შუაში დაისვენებ რა გაიული გამოივლო. არა, პირდაპირია, გადაჭრა არ გვიწევს. ვიცი კი. პილოტს გააჩერებინებს, ჩაო ახაჭაფურს იყიდის. აი ამას არა ყო. კაი, წავედით რა, დაგგვინდა უკვე რა. წავედით. თორე პილოტს მე სწრაფად მოუწევს ფრენა. ჰა, რასასაცილოა? ზური მოდი მზად არის. ჩაი დაასხი და მოვდივარ. კარგი. აუ, რისი სუნია? შოკოლადის მაფინები გავაკეთე. მოდი. ჩაი ხო შენ? კი, ჩაი. აი, ხელს დავებმან და მოვა. კარგი. როგორ მიყვარს ერთად რომ ვახშმო. ხო და სანამ ერთად ვართ მოვასწროთ. სანამ ერთად ვართ, რას ნიშნავს? ცოტა ხანში გათხოვდები. მერე ბედა მამა კაი რა. ძალიან ადრეა ეგ ჩა. ო, აბარა, გადროს გათხოვება და სიყვარული. არა, სიყვარულის დრო სულ არის. გათხოვებაზე არ ვარ მე. სიყვარულის დრო სულ არის, ხო? ლილუ, გეტყობა რომ ძალიან შეყვარებული ხარ და რატო გვიმალავ, როდის რა დაგვიშლია? ნუ არ არის დროს, მაგრამ მაშინ გითხარი ვინ არის? ან მოგვიყვანე და გაგვაცანი. არა. მოყვანა და გაცნობა ძალიან ადრეა ჯერ. სახელი და გვარის თქმაც? გოგა მოსაშვილი. გეუბნებათ რამეს? არა, მაგრამ გავიგეთ რომ რეალური ადამიანია. დედი და ჩვენი უბნელია? არა. ვერაზე ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. დაყავს კიდე. ამამწურავი პასუხი გაკეთეთ? არა, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. ცივი უნდა ვჭამა მაინც და მაინც ეს მაფინი? უი, ნაყინიც გვაქვს ხო არ გინდა? არა, ყველაფერი მიჩვენია. ლილუ და მამა, 20 წელია მასწავლი, რომ ჭამის დროს არ შეიძლება ლაპარაკი და ეხა შენ ვერ გაკაჩერე. კარგი, მოდი შევატყე. მოგეწონა მამიკო? ისე რა, ქეთი უფრო გემრიელი ნამსხვრები დაგვახვედრა რა მაშინ. მოსულიყავი მე ჩემთან ნამსხვრსაც გაჭმევდი და თან აუში ჩახვიდოდი. ამ სიცივეში? იცი მაგარია, აუზით ფება, გარე გამოთმობლები დავაყენე და ცხელი წყალი. კაი რა, რატო არ წავედით? რატო არ მოიყვანე? აი, ნახე, მორცხვია. ისევ ცხველია. სულ გაწითლდა. ნუ მაიმუნებ, მამიკო. არ მაიმუნებ. აი, ბებოს რამდენი წელია რაც იცნობს და ისევ ქალბატონოთი მიმართავს. ქალბატონოეთი, პიტნის ჩაი? ბებო როგორა? რა ვიცი, კარგად არის. ძალიან მოინატრა, მოდი რა. მეც ძალიან, უბრალოდ სამსახურიდან ისე დროს გამოვდივარ, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებს, გვიანია ხოლმე. ხო და გვიან მოდი და ჩვენთან დარჩი. აუ, ძალიან მაგარი იქნება, ჩემო თახში დაგაწყვენ. არა მა? ხო, თუ ეცლება, რატომაც არა. გთხოვ რა შეცადე. კარგი ვეცდები. აუ, ძალიან მიყვარს. მეც ძალიან მიყვარს. ვაი, თქვენ ჩემთან იყავით?
დიახ, აი თუ გახსოვართ მაშინ. კი. ჰაერის დაბინძურების გაზომვის გამო, ხო? ჩემი შვილი როგორ გელოდებოდა. ხო რომ მოხვიდეთ? აიცით, თქვენთან მაქვს საქმე. რით ჩემი ძრე დაგეხმაროთ? უნდა მომისმინოთ. ანუ საქმე ისაა, რომ არც მაშინ და არც ახლა ჰაერის დაბინძურების გასაზომად არ მოვსულ ვარ. აბა რა გნებავთ? არც კი ვიცი როგორ გითხრათ, მოგრძელი ამბავია. მოკლედ და მადლობა თქვით, რომ პოლიციაში ავრეკავ. საქმე ისაა, რომ ახლა შევიტყე ჩემი აღზრდელი მშობლები სულაც არ ყოფილან ჩემი ბიოლოგიური მშობლები. ვწუხარ, მაგრამ მე რა შუაში ვარ. ჩემთან რატო განიხილავთ ამ საკითხს? იცით, ჩემი ბიოლოგიური დედა ხართ თქვენ. ბატონო, ყველა საბუთი და გამოძიება თქვენამდე მოდის. შემდეგ გამოძიების დახმარებით გავარკვევინო თქვენ ხართ. რას ბოდავ? გთხოვთ რომ მომისმინოთ. რას ლაპარაკობ? არც კი გისმის ვიღაცა თაღლითი ხარ. ახლა მიბრძანდით აქედან სანამ ახლა დაურეკე პოლიციას. ხელი დამიშუქე. ეს კონდეთ. იქნებ რამეში დაგჭირდეთ. Vinds gequams